მოგესალმებით, ამ ვიდეოში შევეხებით ხელფასების დაბეგვრის ბოლო ბეგარას, ზოლიდარიტეტს ცუშლაკ. გადახედეთ წინა ვიდეოებს, რომელიც ეხება თვითონ ხელფასების ბეგარას, საშემოსავლო ბეგარას, ასე ვთქვათ, და საეკლესიო ბეგარას. ლინკები გამოჩნდებიან ეკრანზე, შეგიძლიათ გადახედოთ, რომ იყვეთ კურსში, როგორ იბეგრება ხელფასი გერმანიაში. ესე იგი, რა არის ზოლიდარიტეტს ცუშლაკ? ორიოდე სიტყვით ისტორიის შესახებ. გერმანიის გაერთიანების შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღმოსავლეთ მიწები იყვნენ დასახმარებლები. იმიტომ რომ ამერიკის, ბრიტანეთის და საფრანგეთის მხრიდან დასავლეთ მიწებში ძალიან დიდი ინვესტირება მოხდა, ხოლო საბჭოთა კავშირის მხრიდან არც ისეთი დიდი ინვესტირება მოხდა აღმოსავლეთ მიწებში. გერმანია მიიღო ასეთი კანონი, რომ აღმოსავლეთ მიწებისთვის გაწეული ყოფილიყო დახმარება, ინფრასტრუქტურის და ასე შემდეგ. პირველად ასეთი დახმარება გააკეთეს 1991 წელს, 1 წლის განმავლობაში. ასეთი ბეგარა წარმოადგენდა 7.5%-ს, როგორც საშემოსავლო ბეგარიდან ფიზიკური პირებისთვის და ასევე ფირმებისთვის. 1995 წელს კი კვლავ განაახლეს ასეთი დახმარება, მაგრამ უკვე 2 წლით. პროცენტული ფორმა დარჩა იგივე 7.5%, მაგრამ 1998 წლიდან გაკეთდა რეფორმა და საპროცენტო განაკვეთმა დაიკლო, ეს გახდა 5.5%, რომელიც გაგრძელდა 2021 წლამდე. 2021 წელს კი გაკეთდა შემდეგი რეფორმა და თითქმის 90% გადამხდელების იყვნენ განთავისუფლებულნი ასეთი ბეგარისგან. როგორც წინა ვიდეოებში ვილაპარაკეთ 3,000 ევროზე, 3,000 евро თვითონ არ იქნება დაბეგრილი ზოლიდარიტეტს ცუშლაკ. იმიტომ რომ ასეთი დახმარება ან ასეთი ბეგარა იწყება 6,000 евро და პლუს. თუ გადავხედავთ ასეთ ცხრილს, 6,000 ევროზე იბეგრება 1.27 ევროთი. დაბეგრა იწყება მე-6 კლასიდან. ასე ვთქვათ, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასები არ იქნებიან დაბეგრილები. ეს რაც შეეხებოდა თვითონ ზოლიდარიტეტს ცუშლაკ. ორიოდე სიტყვით იმაზე, თუ რა მოყვა გერმანიის გაერთიანებას. გერმანია როცა გაერთიანდა, აღმოსავლეთ გერმანიიდან უამრავი ხალხი მოაწყდა დასავლეთ გერმანიაში. როგორც ასე ვთქვათ, თავისუფლების მოსაპოვებლად, ან უფრო მეტი სამუშაოს ან სამუშაო პირობებისთვის. როგორი აზრი აქვს დასავლეთ გერმანელებს გაერთიანებაზე? ბევრი იძახის, რომ გერმანია არ უნდა გაერთიანებულიყო, ან აღმოსავლეთ გერმანიიდან ამდენი, ან მთლიანად აღმოსავლეთ გერმანელები არ უნდა შემოსულიყვნენ დასავლეთ გერმანიაში, იმიტომ რომ ისინი იყვნენ როგორც ველურები. ბევრმა არ იცოდნენ უბრალო წესები და კანონები, როგორც დასავლეთში ხდებოდა და ცხოვრება გააგრძელეს როგორც კომუნისტების დროს 90 წლამდე ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ გერმანიაში. იყო სხვა კატეგორია ხალხის, რომელიც ფიქრობდა, რომ გერმანია უცილებლად უნდა გაერთიანებულიყო, ჩვენ ერთი ერი ვართ და არ არის საჭირო დავყოთ ადამიანები როგორც აღმოსავლეთ გერმანელები და დასავლეთ გერმანელები. რას იძახდნენ თვითონ აღმოსავლეთ გერმანელები? ბევრი იძახდნენ იმას, რომ დასავლეთ გერმანელები არიან ძალიან ძუნწები და ხარბები, კარჩაკეტილები და რაც აინტერესებთ ამათ, ეს არის მარტო ფული, ფულის ეკონომია და იმის შიში, რომ საბჭოთა კავშირმა ატომური ბომბა არ ჩამოაგდოს გერმანიაში. ატომურ ბომბასთან დაკავშირებით მე მყავს ნაცნობი ბრიტანელი თვითონ, რომელსაც ყავს ნაცნობი ცივი ომის დროს მსახურობდნენ გერმანიაში. არ ვიტყვი რომელი აეროპორტი, ერთ-ერთი პატარა აეროპორტია, ადრე სამხედრო აეროპორტი იყო ის და ამ ჯარისკაცმა თქვა, რომ ჩვენ 24 საათის განმავლობაში გქონდა დაქოქილი, ასე ვთქვათ, თვითმფრინავები ატომური ბომბით. რომ თქვათ საბჭოთა კავშირიდან იქნებოდა თავდასხმა, რომ ჩვენ თვითმფრინავებს დაქოქვისთვის დრო არ დაეკარგათ, რომ მზად ყოფილიყვნენ ყოველთვის აფრენისთვის და საბჭოთა კავშირში ატომური ბომბის ჩაგდებისთვის. ესეთი მოვლენები უკვე ისტორიაში ჩაბარდა და ეს პატარა აეროპორტი დღესდღეობით არ არის აღჭურვილი ატომური ბომბებით, მაგრამ ვინ იცის, შემორჩა ესეთი პატარა ბარაკები ჯარის ნაწილისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ ამ აეროპორტიდან ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს თვითონ ფიზიკური პირების, ჩვეულებრივი ადამიანების გადმოფრენა. აქ ვამთავრებთ ხელფასის ბეგარის თემას, თუ როგორ იბეგრება ხელფასი, რამდენაირი ბეგარა არსებობს და შემდეგ ვიდეოებში უკვე იქნება სოციალური გადასახადები. რა თქმა უნდა, გერმანიაში მარტო ესეთი ბეგარა არ არსებობს, ეს იყო ფიზიკური პირებისთვის და არსებობს როგორც ასეთი, ისე სხვა დანარჩენი ბეგარა
ან ნალოგები, რომლებიც ხორციელდება როგორც ინდმეწარმეებზე, ასე ფირმებზე და ასე შემდეგ. ვისაც გაქვთ შეკითხვები ინდმეწარმეობასთან ან ფირმის გახსნასთან დაკავშირებით, როგორ იბეგრება ინდმეწარმე, როგორ უნდა გახსნა ფირმა, რა საბუთებია საჭირო ამასთან დაკავშირებით, როგორი გადასახადებია, რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა პირველ რიგში, როგორ ხდება შემოსავლის დაბეგრვა და ასე შემდეგ. შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, შეძლებს დაგვარად კი პასუხებთ. მომავალ შეხვედრამდე.